შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული კიდევ ერთი საპოლიციო ღონისძიების შედეგად გვიან ღამით აჭარის რეგიონში, ქალაქ ბათუმში ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. კერძოდ 3 კილოგრამამდე კოკაინი, 13,000-მდე ექსტაზის აბი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია სავარაუდოდ ბათუმში არსებულ სხვადასხვა ღამის კლუბებში იგეგმებოდა, რაც გამოუსწორებელ ზიანს მოუტანდა ადამიანების და განსაკუთრებით კი ახალგაზრდების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვისა და ნარკოდანაშაულში დახმარების ფაქტებზე ბელარუსის 2 მოქალაქე 2000 წელს დაბადებული რს და 2004 წელს დაბადებული მვ დააკავეს. სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებები ბათუმში ერთ-ერთ ბრალდებულის მიერ დაქირავებული საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. გარდა ამისა, პირადი ჩხრეკის შედეგად ასევე ამოღებულია შვიდცალ ბურთულაში მოთავსებული კოკაინი, ექსტაზი და ნარკოტიკული საშუალებების დაფასვებისათვის საჭირო სხვა ნივთები. ამასთან ერთ-ერთი ბრალდებულის მობილურ ტელეფონში აღმოჩენილია ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციისთვის შერჩეული კონკრეტული ლოკაციების ფოტოსურათებიც. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად აგრძელებს შესაბამის კომპლექსურ საგამოძიებო მოქმედებებს აღნიშნულ ნარკოდანაშაულის ფაქტთან შესაძლო კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენისა და სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მიცემის მიზნით. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 და 18-260 ტერცია მუხლებით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას და ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ კანონით განსაზღვრული უმკაცრესი ზომების გატარებას. ჩვენი უწყება ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას პერიოდულად კვლავ მიაწვდის.